ახლა ადგენს ვის ეკუთვნის სტატუსი, რომელიც გაჩნდა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში Facebook-ზე 2013 წლის 17 სექტემბრის შემდგომ ეს არის პირველი პოსტი, რომელიც დაიწერა მისი სახელით და ეს არის ოსური დიალექტით დაწერილი მოვიდა დრო. რაზე მიანიშნებს ეს შინაარსი და ასევე წერილი შინაარსი და ასევე საინტერესოა რომელი რეგიონიდან არის დაწერილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლოს გაეცემა, გამოძიება ცდილობს დაადგინოს IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა ამ სტატუსის დაწერა გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში. საზოგადოებაში დიდი ნებათაღელვა მოყვა ამ სტატუსს, ნაწილი მაგალითად განიხილავს, რომ შესაძლოა 12 წლის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა იყოს ცოცხალი და შესაძლოა ის იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბუნებრივია ჩვენ პირველ რიგში დავინტერესდით დედის პოზიციით, რომელმაც ასევე ნახა ეს სტატუსი, რას ფიქრობს ის მიშულთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია იმაზე ფიქრის დაშვება, რომ შესაძლოა გურამ დადიანიძე იყოს ცოცხალი, დედა დარწმუნებულია, რომ Facebook სტატუსი მიშულს არ ეკუთვნის და ეს არის გარკვეული თაღლითობის გამოვლინება გარკვეული პირების მხრიდან. თუმცა ვისი მხრიდან კონკრეტულად დედა ამასთან დაკავშირებით ვერ საუბრობს, ამბობს, რომ ადვოკატს მიენდო, რომელიც შეეცდება, რომ გამოძიებასთან დაადგინოს ამ ყველაფრის წარმომავლობა. რაც შეეხება საქმის ადვოკატს ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, დარწმუნებით ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ მან იცის იმ რეგიონის შესახებ, საიდანაც დაიწერა სტატუსი და ასევე ის ეჭობს იმ პირთან დაკავშირებით, ვისაც შესაძლოა ხელი მიუწვდებოდეს გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელზე, მის მობილურ ტელეფონზე, რომელიც საქმიდან არის გაუჩინარებული, თუმცა ჯერჯერობით ყველა კარტს ტარიელ კაკაბაძე არ ხსნის, ამბობს, რომ გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის და გამოძიება გაასცემს პასუხს ყველა ამ კითხვას. იცი რომ გურიკა საიტია და გურიკა საიტი თუ ჩართო მაშინ დედასაც მისწერდა და ეთყოდა რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარ და ესა ვარ. გურიკა გელაშვილკახასა საიდან მისწერდა რომ როცა დედა ხავ იმასა და მამა ხავ, მაშინ დედას მისწერდა, მამას მისწერდა, მე ხო იმ გელაშვილკახასა რაზე მისწერდა. ეკეთებს ვიღაცა მაგრა თამაშობს და არ ვიცი თუ ამ საქმესა სათამაშოთ ახდის და ესე ხალხის მასხარად აგდება გამოდის იგივე აღარა გამოდის ოღონდ ისეთ რამესა რაც აი არ ვიცი და რა აი ხო თქვენ რო ჩემ ადგილზე და მესიჯი წაიკითხოთ დე ცოცხალი ვარ და კახაგელაშვილთან აქ მიწერილი არ რა ფიქრებთ მე მაგალითად ვფიქრობ რომ არის სიცრუე იმიტომ რომ გურიკას ქვეყანა ხალხი ხავ ნათესავები ბიძაშვილები მამიდა ხავ მამა ხავ დედა ხავ ბიძები ხავ ბიძაშვილებს ხო მისწერა ვიღაცას მისწერა რაღა კახაგელაშვილს მისწერა ვიზე ჩვი არა მაქვს აი 3-4 დაიწერა გურიკას მხრიდანა დე ცოცხალი ვარ მე დაიწერა რუსულად რაღაცა მალე მოვარო თუ რაღაცა და ახლა სულად დაიწერა დადგა დრო და ახლა მე საიდან დავიცოდე ჩემშვილმა ჩემი ფეისი იცის თუ დაწერა უნდა და მომწერდა მე არაფერი არ ვიცი, მართლა არაფერი არ ვიცი. თუ პოლიცია არ დაადგეს, საიდან მოდის ეს მესეჯები, ვის მოაქვს, პროკურატურაშია გადაცემული და გამოუშავდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ დავადგენთ ყველაფერსო და დანარჩენი არაფერი არ ვიცი არც მე. დედა ცოცხალი ვარო, ვის დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP-ი გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნება. არ მინდა ამის რა ხელი მე გამოძიებაში, პირდაპირ გეუბნება. ანუ ის რომ ხო, საზოგადოებაში რო გაჩნდა ის განცდა, რომ შესაძლოა ცოცხალი იყოს, გამოირიცხება? აი ეგ არაფერს არ ადასტურებს. დიახ, როგორც მოვისმინეთ, დედის მხრიდან ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მისი შვილისგან გარკვეული გზავნილები მიიღო დედამ, თუმცა სოციალურ ქსელში მალევე გაქრა გურამ დადიანიძის სახელით გავრცელებული გარკვეული გზავნილები, ის რომ ის არის ცოცხალი და დედას უთვლის ამ გზავნილს. რაც შეეხება ბოლო სტატუსს, ის უკვე თითქმის 12 საათზე მეტია სოციალურ ქსელში იძებნება გურამ დადიანიძის პირად სოციალურ სივრცეში Facebook გვერდზე და მას უამრავი გამოხმაურება აქვს პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან და ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იწონებს ამ პოსტს საუბარია კახაგელაშვილზე, რომელზეც არსებობს გარკვეული კითხვები გამოძიების მხრიდან ის არაერთხელ არის ამ საქმეზე გამოკითხული და საინტერესოა კიდევ ერთხელ დაინტერესდება თუ არა გამოძიება მისთ.